მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ შეიძლება ჩავამაგროთ კონკრეტული აპლიკაცია. მაგალითად, ჩვენ გვინდა ვათხოვოთ ჩვენს მეგობარს ან ნებისმიერ ადამიანს ტელეფონი და არ გვინდა გახსნას იმ აპლიკაციის გარდა სხვა აპლიკაცია, რომელსაც მან მოიხმარს. მაგალითად, მე მინდა ჩავამაგრო ტელეფონი და მაგალითად მას უნდა დაალეკვა მხოლოდ და სხვა არაფერი და მე არ მივიცემ მას საშუალებას რომ ამ ტელეფონის გარდა გახსნას გალერეა და ასე შემდეგ. ნახეთ, ანუ ჩართულია მხოლოდ ერთი აპლიკაცია, რომც დაუბლოკო ტელეფონი, მას ვერ გადიშავს ვერანაირად სანამ არ განბლოკავს. ანუ ქვემოდან აუსვამს რამოდენიმე წამი ხელს და შემდეგ უნდა შეიყვანოს რაც დაბლოკი ტელეფონზე მაქვს. ამის შემდეგ უკვე გათიშავს რა. ესე შეგვიძლია ჩავამაგროთ სასურველი აპლიკაცია. მის გასააქტიურებლად უნდა შევიდეთ პარამეტრებში, შემდეგ უნდა ავირჩიოთ დაცვა და კონფიდენციალურობა, შემდეგ უნდა ავირჩიოთ უსაფრთხოების სხვა პარამეტრები და აქ არის ქვემოთ მოცემული აპლიკაციების ჩამაგრების დაშვება. აი ამ ფუნქციას გააქტიურებთ, თქვენთან არ იქნება გააქტიურებული, გააქტიურებთ და აჭერთ შემდეგ მასზე. პირველი ჩართულია და უნდა ჩართოთ ეს ფუნქცია ჩამაგრების მოხსნის შემდეგ დაბლოკეთ ტელეფონი. აი ესე, ამის შემდეგ გავხსნით მაგალითად გალერეას, მე თუ მინდა გალერეის გარდა სხვა ვერაფერი ვერ გახსნას, აუსვამთ ხელს ესე, დავაჭერთ გალერეის ხილაკს და ამ აპლიკაციის ჩამაგრება, ოკეი. და ამის შემდეგ თუ მას გადავცემთ ტელეფონს, ის ვერაფერს ვერ ჩართობს გალერეის გარდა. ესე შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი აპლიკაცია და ჩაამაგროთ, როდესაც ვინმეს ათხოვებთ ტელეფონს. განბლოკვა ხდება ესე, აუსვამთ ზემოთ, განბლოკავთ და შემდეგ უკვე შეგვიძლია გავთიშოთ. საკმაოდ საჭირო აპლიკაცია, გირჩევთ გამოიყენოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ TikTok-ზე, ისწავლეთ ის TikTok არხზე. და აქ ძალიან ბევრ რამეს ისწავლეთ თქვენს ტელეფონზე. ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ისწავლეთ ის YouTube არხზე. ანუ აქ Wi-Fi არ მოვჩართული. ჩავრთოთ, გადავიდეთ ისწავლეთ ის YouTube არხზე. სადაც ძალიან ბევრ რამეს ისწავლით რა, მეგობრებო, აქ არის სრული ინფორმაცია იმ ვიდეოების, რაც დევს TikTok-ზე და Facebook-ზე და ასევე შეგიძლიათ დავამატოთ Facebook-ზე, მომცემნოთ და ვესაბირო ყველას კი პასუხოთ. სულას იყო, ნახვამდის.